ყოველდილით მოვდივარ აქ და ვტკბები ამ ულამაზესი ხედებით. შეხედეთ რა სილამაზია. მეტი რა უნდა ინატროს ცოცხალმა ადამიანმა. სოფელში ცხოვრება რთულია, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მიყვარს სოფელი, მისი ყველაფერი ბუნება, საქმე, ეს ყველაფერს მაკეთებინებს სიყვარული. ჩვენთან ბევრია ემიგრაციაში წასული ქალი, მოუწია არ იყო მეტი შესაძლებლობა და წავიდნენ, ოჯახებს არჩენენ. რა კარგი იქნება თუ დაბრუნდებიან, აი მეზობელიც უკვე ნაკლები ყავს კუთხეში, ვერც გავდივართ. აღარ არის ესეთი ჟრიამული ადრე რომ იყო. ზაფხულობით ბავშვები რო ჩამოდიან ხოლმე, გვიხარია, რა ვიცი, ისე ვართ ზამთარში და შემოდგომის პირში უკვე მიყუჩდება სოფელიც, მოიწყენს, მაგრამ მე ვცდილობ რაღაცნაირად თუ გინდა ჩემი პატარა ვიდეოებით, პატარა მონოლოგებით ვანახებ სოფელი თუ რა კარგია, ლამაზია და კომენტარებში რას ვწერე, რაც მიხარია ძალიან, რომ აქ სურვილი აქვს სოფელში დაბრუნდნენ და იცხოვრონ. ზოგს არ აქვს სოფელი, უნდა ძალიან რო გქონდეთ. ბევრმა მომწერა, რომ აი თქვენთან ახლოს ხომ არ იყიდება სახლი, რომ გადმოვიდე და ვიცხოვრეთ, შენს მეზობლად, რაც ახარებს ძალიან. საზანო დიდი სოფელია მართლაც. სოფელი დიდია, მაგრამ ბევრი მიტოვებული სახლი არის. გაყიდვით არ ყიდია. დაკეტილებია, ზოგი ნასახლარები გახდა უკვე და რომ ხედავ ძალიან გული მწყდება ამ ყველაფერზე. ახალგაზრდობას ნაკლებად უნდა სოფელი. ეს შრომა, სოფლის საქმეები უკვე ეხამუშებათ, არც მოწონთ. ჩემი ყოველი დღე ასეთია. ავდგები ფეხს გავუყრე შავკალოში, პირს ვიბან, საქონელი, შემდეგ გარეთ საქმე, ძირითადად სოფელში ჯერ გარეთ საქმეს ვილევ და შემდეგ შემოვდივართ სახლში და ვხედავთ სახლის საქმეებს. მithumetes პატარა ბავშვები თუ ყავს, მათ საჭმელი, რა ვიცი. საქმე ბევრია. თავარია იყოს ჯანმრთელობა. სოფელში ცხოვრება მიუხედავად იმისა, რომ ძიმე არის, სახალისოც არის ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ ვიწყებ ჯანმრთელობა ხელს, სოფლის სიყვარული, ამ საქმეების სიყვარული და რა ვიცი, ეს მაძლებინებს. ბევრი ჩალა მიკონია, მარტოც დამიჩერგილებია, თივის პრესებიც მარტო, ტრაქტორის და ტრავა მაქვს ტრაქტორის და კაჭკის, მეტის არაფრის. რა ვიცი, მიყვარს ეს ტექნიკა. ჩემი ქმარი პირდება, ტრავის სასაღებად გატარება. ისი თქვა კიდე ადამიანებისთვის. დღეს რა აკლია ჩვენ საზოგადოებას? ერთმანეთის სიყვარული აკლია. ვიტყოდი. გვაკლია ერთმანეთის სიყვარული, აღარ არის მისვლა, მოსვლა, ნათესავების, რა ვიცი. გვერიდება რომ შეწუხდება და ვერ მივართ. ნამდვილად არ შევწუხდები, ყველა სტუმარის თუ გინდათ უცხო იყოს, თუ გინდა შინაური, მიხარია ძალიან. ხაჭაპურების ხობა არ მეზარება. ეგ რაც გამომდის, ეგ არის. და იმასაც ვიტყვი, რომ სახლის საქმეებზე მეტად მიყვარს გარეთ საქმეების კეთება. თუ გინდათ აი საქონელი ბოსერში რო შევდივარ, ფსიქოლოგურად ვისვენებ. ასე რომ რაღაცების კეთება გამომდის, პატარა მაკეტების კეთება, მაგალითად სკოლაში გავაკეთე ნოდარ-დუმბაძის პატარა ქოხი და მებებია და ილიკო და ილარიონის ილუსტრაციები გავაკეთე პატარა და პროექტი ჰქონდათ ხო და კი მოეწონათ და კი გაიმარჯვეს. შარშან გავაკეთე ბეტონისგან გამოდირმე ფიგურები, ზოგი გამომივიდა, ზოგი არა. პატარა სახლის მაკეტიც მაქვს გაკეთებული. მიყვარს ასეთ რაღაცები, დრო არ მაქვს სამწუხაროდ. თორემ კიდევ ბევრი რაღაცის გაკეთება შემიძლია. დიპლომი არ მაქვს. 12 კლასს დავამთავრე. შემდეგ მათემატიკას ჩავიჭერე უნივერსიტეტზე. ფარმაცევტიულზე სწავლობდი, რა დროსაც მომაკითხა ვაჟ ბატონმა. და მოხდა მერე ჩვენი შეუღლება. ყავს ორი ვაჟი. და რა ვიცი, მინდა რომ გაიზარდნენ ქართველი მამულიშვილები, უყვარდეთ სოფელი. სოფელს დღეს ბევრი რამე სჭირდება, ბევრია გასაკეთებელი, მაგალითად ჩემთან გზა არ არის. არ გვაქვს ბაღი, კერძო სახლში არიან ახლა ბავშვები და ისეთი კომფორტი არ აქვთ, როგორიც უნდა გქონდეთ. არ არის ამბულატორია სამწუხაროდ, ჩვენ მოხუცებს და პენსიონერ მოხუცებს უწევთ ქალაქში წასვლა.
რა ვიცი, პრობლემები ბევრია, იოლი ნამდვილად არ არის. მე ისე ვსაუბრობ, იოლად ვიღებ ხალხს გონია, რომ იოლია სოფელში ცხოვრება, მაგრამ ძალიან ძნელია. ხანდახან მეც ისე მიჭირს ხოლმე, ხელსაც კი ვიქნებ, არ მინდა, არ ვძროხები არაფერი, მაგრამ შემდეგ ისევ ჩემთან შემოვძახე. მიყვარს სოფელი, ქალაქში ნამდვილად ვერ წავალ და ვერ გავჩერდები დღის გადმოსახედით. რა ვიცი, თუ სოფელს მიექცევა დიდი ყურადღება, გამიხარდება, თუ წასულებიც ბევრი დაბრუნდებიან, ჩემზე ბედნიერი ალბათ ადამიანი არ იქნება. წასულები ვინც არიან და ჩამოდიან, ისე მიხარია, რომ რა ვიცი. ადამიანის დანახვა გვიხარია, ასე რომ ვთქვათ, ახალგაზრდებს.